დანიელ კორმიე, სახელი, რომელიც შიშს გზრიდა ნახევრად მძიმე წონის ოქროს ხანაში. ცოტა ხნის წინ მან გააკეთა სკანდალური განცხადება, რომელმაც მთელი MMA სამყარო აალაპარაკა. DC დარწმუნებულია, დღევანდელი ნახევრად მძიმე წონა 205 ფუნტი მისთვის იქნებოდა არა ბრძოლის ველი, არამედ ნამდვილი სუფრა, სადაც ის ყველა სათითაოდ შეჭამდა. რატომ არის ის ასეთი თავდაჯერებული? მისი მთავარი არგუმენტი მარტივი და დაუნდობელია. დღეს ამ დივიზიონში მოჭიდავეები აღარ დარჩნენ. მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. როდესაც კორმიე პიკში იყო, ტოპ 5 შედგებოდა ნამდვილი მონსტრებისგან. თვითონ DC, ოლიმპიური დონის მოჭიდავე. ჯონ ჯონსი, ფენომენი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო. რაიან ბეიდერი, All-American მოჭიდავე. ფილ დევისი, ნაციონალური ჩემპიონი ჭიდაობაში. რაშად ევანსი, კიდევ ერთი NCAA-ის ვარსკვლავი. ეს იყო ელიტური ჭიდაობის ეპოქა. დღეს ჩვენ ვხედავთ კიკბოქსერების დომინაციას. კორმიე პირდაპირ ამბობს, რომ ალექს პერეირა იქნებოდა მისი მთავარი სამიზნე. რადგან? იმიტომ რომ პერეირა ყველაზე დიდი ვარსკვლავია და მასთან ბრძოლა ყველაზე დიდ ფულს ნიშნავს. მაგრამ ჭიდაობის თვალსაზრისით პერეირა DC-სთვის მარტივი ლუკმა იქნებოდა. ანალიზი. მართალია თუ არა კორმიე? მოდით გადავხედოთ დღევანდელ რეიტინგს, ქართული თვარით, სადაც ჭიდაობა ჩვენი სისხლია. პერეირა ჩემპიონია, მაგრამ ის არ არის მოჭიდავე. ირჟი პროხასკა არაორდინალური სტილი აქვს. შეუძლია თეიქდაუნის გაკეთება, როგორც გლოვერთან, მაგრამ ისიც შორს არის კლასიკური ჭიდაობისგან. ბევრი ახსენებს მაგომედ ანკალაევს. დიახ, მას შეუძლია ჭიდაობა, მაგრამ ის უფრო სტრაიკერია. მისი MMA ჭიდაობა არ არის იმ დონის, რომ კორმიეს მსგავს ათლეტს პრობლემა შეუქმნას. ანკალაევი ხშირად ანებებს თავს თეიქდაუნის მცდელობას პირველივე წინააღმდეგობისას. მას არა აქვს DC-ის ძალა და ჯაჭვური ჭიდაობის chain wrestling-ის უნარი. ევოლუცია თუ რეგრესი? საინტერესო ფაქტია, MMA-ის განვითარება ყოველთვის წინსვლას არ ნიშნავს. ზოგჯერ დივიზიონი ბნელ ეპოქაში შედის. დღევანდელი 205 ფუნტის მებრძოლები ბევრად უკეთესი სტრაიკერები, დამრტყმელები არიან ვიდრე 10-15 წლის წინანდელი მებრძოლები. ტექნიკა ფეხითა და ხელით დარტყმებში საოცარია, მაგრამ ჭიდაობა დაბრუნდა 20 წლის წინანდელ დონეზე. ტიტო ორტიზის და რენდი კუტურის დროსაც კი უფრო ძლიერი მოჭიდავეები იყვნენ ვიდრე ახლა. თუ გადავხედავთ 2015 წლის დეკემბრის რეიტინგს, იქ იყვნენ ჯონსი, კორმიე, ენტონი ჯონსონი, ალექსანდრ გუსტავსონი. გუსტავსონიც კი, რომელიც ბოქსიორი იყო, დღევანდელ ნებისმიერ მოჭიდავეს აჯობებდა თეიქდაუნების დაცვაში. მან ჯონ ჯონსის და კორმიეს წაყვეთაც კი შეეძლო. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ კორმიეს ეპოქა ჭიდაობის მხრივ ბევრად უფრო ძლიერი იყო. ახლა კი მოდით სათითაოდ დავშალოთ დღევანდელი ტოპ მებრძოლები. რატომ თვლის DC, რომ მათთან ბრძოლა მისთვის ბავშვური გასართობი იქნებოდა? პერეირა და დარტყმის ძალა, მითი თუ რეალობა კორმიესთვის? ბევრი იტყვის, ალექს პერეირას ერთი ხელის დარტყმით ნებისმიერის გათიშვა შეუძლია. მეგობრებო, მოდით გავიხსენოთ, ვისთან აქვს ნაჩხუბარი დანიელ კორმიეს. მან გაუძლო ენტონი რამბლ ჯონსონის საშინელ დარტყმებს. ჯონსონი შესაძლოა უფრო ძლიერადაც კი ურტყამდა ვიდრე პერეირა. კორმიემ მიიღო სუფთა დარტყმები ყბაში, მიიღო ჰაიკიკი პირდაპირ სახეში, მაგრამ ფეხზე დარჩა. კორმიეს ყბა იყო რკინა ბეტონის, პერეირას კი ჭიდაობა საერთოდ არ გააჩნია. DC მას ისე ააგდებდა და დაანარცხებდა ოქტაგონზე, როგორც ტომარას. ანკალაევი და სხვები. რატომ არ არის ეს საკმარისი? მაგომედ ანკალაევი დღეს საუკეთესო მოჭიდავედ ითვლება დივიზიონში, მაგრამ შევადაროთ სტატისტიკა. როდესაც ანკალაევი იან ბლახოვიჩს ეჩხუბებოდა, მან 10 მცდელობიდან მხოლოდ 2 თეიქდაუნი შეასრულა. ეს არის 20%-იანი ეფექტურობა. ახლა კი გავიხსენოთ გუსტავსონი ბლახოვიჩის წინააღმდეგ. 5 მცდელობა და 4 წარმატებული თეიქდაუნი, 80%. ეს ნიშნავს, რომ ძველი თაობის სტრაიკერებიც კი უკეთ ჭიდაობდნენ ვიდრე დღევანდელი მოჭიდავეები. მოდით გადავხედოთ რეიტინგის სხვა წევრებს. ხალილ რაუნტრი. მთელი კარიერის მანძილზე ერთი თეიქდაუნიც კი არ გაუკეთებია. მისი დაცვა ჭიდაობისგან 60%-ზე დაბალია. კორმიესთვის ეს იქნებოდა სავარჯიშო სესია. ჯამალი ჰილი. ტიპიური სტრაიკერი, მისი დაცვა ჭიდაობისგან ვერ გაუძლებდა კორმიეს ოლიმპიურ წნეხს. ალექსანდრ რაკიჩი. ნიჭიერია, მაგრამ აკლია ის მკვლელის ინსტინქტი და გრეპლინგის დონე, რაც DC-ს ჰქონდა. ჯონი ვოლკერი. ზედმეტად ქაოტურია,
კორმიე მას პირველივე წუთზე დააძინებდა პარტერში. გლოვერ ტეიშერა, ხიდი ორ ეპოქას შორის. გლოვერ ტეიშერა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენად დასუსტდა დივიზიონი. როდესაც გლოვერი ახალგაზრდა და პიკში იყო, ჯონსმა, გუსტავსონმა და რამბლმა ის უბრალოდ გაანადგურეს. ჯონსონმა ის ერთ დარტყმაში გათიშა. მაგრამ როდესაც ეს მონსტრები წავიდნენ და გლოვერი 40 წლის გახდა, ის მოულოდნელად ჩემპიონი გახდა. მან დაამარცხა დღევანდელი ტოპები. ეს ნიშნავს, რომ 40 წლის ძველი თაობის მებრძოლი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე დღევანდელი ახალგაზრდები. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ დივიზიონის დონემ დაიცვა. რატომ მოხდა ეს? შესაძლოა მიზეზი ის არის, რომ დღეს მებრძოლები მეტ დროს უთმობენ შოუს და სოციალურ მედიას, ვიდრე დარბაზში ჭიდაობის ხალიჩაზე ოფის ღვევას. ან იქნებ უბრალოდ ასეთი პერიოდია, ბნელი ხანა მძევეწონისთვის. DC-ის დროს ყოველი ბრძოლა იყო გადარჩენისთვის ბრძოლა, სადაც ნებისმიერ წამს შეეძლოთ შენი მიწაზე გაკვრა. დღეს კი ბიჭები უბრალოდ დგანან და ერთმანეთს ხელებს უხნევენ. კორმიესთვის ეს იქნებოდა უფასო ფული. ის გააკეთებდა იმას, რასაც საუკეთესოდ აკეთებს. ხელში აყვანა, ჰაერში დატრიალება და თავით დანარცხება. მას ჰქონდა წარმოუდგენელი ძალა და გამძლეობა. და აი რა მაინტერესებს. თქვენი აზრით ხომ არ არის ჭიდაობა ზედმეტად მოსაწყენი დღევანდელი მაყურებლისთვის და სწორედ ამიტომ ხომ არ გაქრნენ მოჭიდავეები. იქნებ UFC სპეციალურად არჩევს სტრაიკერებს, რომ მეტი ნოკაუტი ვიხილოთ. დაწერეთ თქვენი ვერსია, რატომ არის დღევანდელი დივიზიონი ასეთი სუსტი გრეპლინგში. ველოდებით თქვენს ცხელ კომენტარებს. მძიმე წონა, DC-ის მორიგი საკვები. თუ გადახედავთ დღევანდელ მძიმე წონას, იქაც მსგავსი სურათია. კორმიე თავისი სტილით, სისტრაფით და ოლიმპიური ბაზისით დღევანდელ მძიმე წონოსნებს უბრალოდ დაღლიდა და გაგუდავდა. DC ყოველთვის ამბობდა, რომ მძიმე წონაში მას უფრო მეტი ენერგია ჰქონდა, რადგან წონის კლება არ უწევდა. წარმოიდგინეთ მისი დაპირისპირება დღევანდელ ტოპებთან. ის მათთვის ზედმეტად მოძრავი და ტექნიკური იქნებოდა. რატომ არის DC ასეთი დაუფასებელი? ბევრი გულშემატკივარი კორმიეს ხშირად მხოლოდ ჯონ ჯონსთან წაგებებით იხსენებს. მაგრამ დაფიქრდით, კორმიეს კარიერაში მხოლოდ ორი ადამიანი არსებობდა, ვინც მისი შეჩერება შეძლო: ჯონ ჯონსი და სტიპე მიოჩიჩი. ორივე მათგანი ყველა დროის საუკეთესოების, GOATs სიაშია. DC რომ 5 ან 10 წლით გვიან გამოჩენილიყო ოქტაგონზე, დღეს ის იქნებოდა აბსოლუტური და დაუმარცხებელი მეფე, რადგან მის გზაზე აღარ იქნებოდნენ ისეთი მონსტრები, როგორებიც ჯონსი და მიოჩიჩი იყვნენ. ევოლუციის პარადოქსი. ჩვენ მივეჩვიეთ ფიქსს, რომ სპორტი ყოველთვის ვითარდება, მაგრამ MMA-მ გვიჩვენა, რომ ჭიდაობა, როგორც ფუნდამენტური ბაზისი, სადღაც გზაში დაიკარგა. ქვედა წონებში, welterweight-დან flyweight-მდე, დონე პიკზეა. იქ ტექნიკა და სისწრაფე საოცარია, მაგრამ რაც უფრო მაღლა ავდივართ წონებში, მით უფრო მეტ ცალმხრივ მებრძოლს ვხედავთ. კორმიე მართალია. დღეს მებრძოლებს აღარ აქვთ ის ჯაჭვური უნარები. მათ შეუძლიათ ერთი კარგი დარტყმა, მაგრამ არ შეუძლიათ 25 წუთის განმავლობაში გაუძლონ ადამიანს, რომელიც გამუდმებით ცდილობს შენს მიწაზე დანარცხებას და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ. ფინალური ვერდიქტი. დანიელ კორმიე იყო უნიკალური ათლეტი. მისი სიმაღლისა და აღნაგობის პირობებში ის აკეთებდა იმას, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგებოდა. ის ატრიალებდა გუსტავსონს ჰაერში როგორც პატარა ბავშვს. ის უძლებდა რამბლის ბომბებს და ის აიძულებდა ყველას ეჭიდავათ მასთან. დღევანდელი ნახევრად მძიმე წონა ეს არის კიკბოქსინგის ტურნირი პატარა ხელთათმანებით. და სანამ დივიზიონში ახალი კორმიე ან ახალი ჯონსი არ გამოჩნდება, ალექს პერეირა და სხვა სტრაიკერები მშვიდად იქნებიან. მაგრამ თუ ისტორია განმეორდა და დივიზიონში ნამდვილი მოჭიდავე შემოვიდა, ჩვენ ვიხილავთ სისხლის სუფრას, რომელზეც DC საუბრობდა. აი აქ კი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს, რომ კორმიე უბრალოდ დაბერებული და ბოღმიანია, რომელიც ვერ ეგუება ახალი თაობის წარმატებას. იქნებ მართლა აძვიებს თავის შესაძლებლობებს, ან იქნებ მართლა გვენატრება ის ეპოქა, როცა ჩემპიონობა მხოლოდ ერთი იღლადვი დარტყმით არ წყვეტდებოდა? დაწერეთ, რას ფიქრობთ. არის თუ არა პერეირა რეალურად ისეთი ძლიერი, რომ კორმიეს შეაჩერებდა, თუ DC მას პირველივე რაუნდში გააფენდა? ველოდები თქვენს ყველაზე კრიტიკულ კომენტარებს.